აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს სისტემის პატიმრები, უდანაშაულო ხალხი, მათ შორის ქალბატონი მზია, უნდა ჩაინიშნოს აუცილებლად არჩევნები, რომ ეს ქვეყანა დაწყნარდეს და სიტუაცია იყოს კონტროლირებადი. აქ მუხტი არ დავარდნილა რუსთაველზე, უბრალოდ ეხლა დაემთხვა დიდთოვლიანობა დასავლეთში და აქედან გამომდინარე ჩვენი ბიჭები, გოგონები, წასულები არიან დასავლეთის თოვლიანობის გამო დასავლეთში, რომ დახმარება და დახმარების ხელი გამოუწოდოს ხალხს, რომლებიც მიტოვებულები არიან 3 მეტრიან თოვლში და შრომაში და ბრძოლაში არიან, ისიც იგივე ბრძოლა, რაც რუსთაველზე, ისე რომ ჩვენ რაღაცნაირად ვერევით სიტუაციას, იქითაც, აქეთაც და ისე რომ ჩვენი მუხტი არსად არ ვარდება და პირიქით უფრო გაძლიერებულია და სრულიად საქართველოსია მოფენილი და კიდე მოეფინება სრულიად საქართველოში ეს დიდი მუხტი თანდათან და იმედია რომ ალბათ ჩაინიშნება არჩევნები და ამ ახალგაზრდებს და თუნდაც შუახნის ხალხი რაც ყველა დაკავებულს გაანთავისუფლებენ უკანონოდ დაკავებულებს და იმედია რომ რაღაც კანონების ჩარჩოში ჩავჯდებით და გავაგრძელებთ ნორმალურ ცხოვრებას.